გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება და სიხარული. ეხლა ვიღებთ იმათვის, ვინც ყველაფერი წვიმანები აინტერესებთ. ამბობ ხოლმე ერთი და იგივეა თითქოს, ხო? მაგრამ რატომაც კი არა ჩვენ მაყურებლებს ყველაფერი წვიმანები აინტერესებთ და მგონი რაღაცა საინტერესო გამოვა შეძლებს დაგვარად. ეხლა მე ვიმყოფები ნორ-დაკოტაში. აგერ მატარებელმა გადამკეტა, აქ მოვიდი რაღაც საწარმოში, სადაც ძაღლების საჭმელებს ამზადებენ. და ნახოთ ეს პროცესი ახლა დამაყენებინეს. აქ თავიდან დავიბენი, სად უნდა მივსულიყავი, არ ვიცოდი. მე აქით-იქით ვიარე, ბოლოს გამოვიდა ერთ-ერთი მუშა და აქ დადექიო. სუნია, იმის დედავატირე, აი გული აგერევათ. მაგრამ ასიზა ჩვენი საყვარელი ოთხფეხა ძაღლებისთვის, მეგობრებისთვის საჭმელი საჭიროა. აი სავარაუდოდ რა არის, ეს არის მუხუდო. ეს მოაქვს რაღაცებს ურევენ. მთელი ისინია. სუნი დგას იმის დედავატირე რა. გული შეგიწუხდება. შევიდეთ ახლა დავაფიქსიროთ. პიტაბი დამაყენეს, თუბა არ ვიცი. ეხლა ნომერს წვერია სულ. დავაფიქსიროთ რომ ახლა ტექნოლოგიაში მე ვერ გავერკვევი. ჩვენი მანქანა აქედან პრობლემა რო არ შემექნას. გადაღების ამბავია და თვითონ მისარგებლებ. კადრები მქონდა ასეთი შემსოვა. გადაღება დავიწყე და ერთი ამბავი ამიწესეს. სადაც მიახლოებით იქავარ ახლოს. მთელი დღე ეს არის ჩვეულებრივი ჩილოეთის. აი მთელი დღე ამ წვერში მუშაობს ხალხი. ეხლა მე მახსოვს კომუნისტების დროს დახნები რო იყო საბჭოთა კავშირში, იგივე სიტუაცია იყო და მაშინ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და საბჭოთა კავშირი დაინგრა. ეს საწარმოები მუშაობენ. აბა ხტებით რატომ ვიღებ ასე მეგობრებო, რომ რაღაცა შენიშვნა არ მომცენ. უბრალოდ შეიძლება რომ ამიგზავნონ მე გადაღება. აი ესე პარტიზანულად ვიღებ. ახლა შევიდე ოფისში ერთი ნახო. ჩემი პიონამბა და ეს ხონა უცრა. აი ეს მეშოკები კომრები ივსება და მე ალბათ ამას ავსებენ და აი ეს იმ ფორმაში დამიდებენ მე მანქანაში. This first. Oh, okay. როგორი სიტუაცია მეგობრებო. აქ არის ახლა დიდი ჩილოიჩვა და ძალიან უხეში ხალხია რა, წვერებიანები ისინი და მე მანიშნეს რომ ვიღებ რა და ხო არ დავიწყებ რა პიტაბი გადაღებას რა. რომ გამაგორონ და ისა ვერაფერსაც ვერ ვიწყება. სულია რომ იმ მომენტებს ვერ ვიღებ, მაგრამ ნუ ქემიკურად მაინც გადმოვცემ. ეხლა დამტოვეს აქა და შეამოწმების ეს არსად წახვიდეო, შევამოწმებთო, აქ იდექიო და თან ისეთი აი კინოებში რო ახონმე, ხო იცით, აი წვერებიანი ამერიკელები ტყეში და აბურძგნელი რო არიან, აი ესეთები არიან აქა რა. არა, ცუდები არ არიან, ეხლა მე მაგას ვერ ვიწყებ, მაგრამ ნუ ფაქტია რომ აი ესეთი უხეში შრომისაგან ხასიათი უხეში აქვს რა. თუმცა ახლა მე რა უნდა მიყო ეს კაცი არა ვარ. დრო მოდის რომ მოლიბერალო და მოფემინისტო კაცებს არ უყვართ ხოლმე ასეთი. ახო აი ახლა სადაც პატარა პრობლემა მომივიდა ამ კაცმა იქო ხრელიაო და ასეთ იმასო ვერ მივიღებთ ხო რა. ახლა პატარა ხრელი რა იყო? სინათლე გავიდა და ამას არ დავწევ ხო ეს იძახის ეს კაცი. მე ეს არ ჩემი მჩნევია. You're not loaded, yeah, this one. არ დავწევ რა.
მოვიდია, ეხლა საიდან იპოვა და ამ შემიჩნელი ამ სიგნალში. ასეთი ხრე, you not loaded, yeah? Just, I need you to wait. მეუქარი არ დატვირთავ მეც კიდე არა აი გაველოდებო გადაწყვიტა ახლა რა არის ამის ხრელია რა ასეთი რაღაცა შუქი გამოდის აი პატარა ხრე ეს არ შემიმჩნევია და რა ვიცი მეც არ დამტვირთავ მეც კიდე ახლა ეს ტეიპი რო გავაკეთო მეც მიხდება ეს რა სიმანებიც გაგვეჩიქა არ შემიმჩნევია ახლა ჯობია მე ამას ასე გავატარებ ალბათ და ეიფი რას მიხდება ახლა ეს სიცოცხლე და იმას ვაკვირდები ხოლმე მაგრამ ზემოდან ახლა ეს პატარა საიდან იპოვა ახლა ეს ხრელი არა 1-2 პატარა ხრელია რა წყალი დაჭვენ ხო წყალი რო ჩავიდეს რა ვიცი თან ესეთი უხეში ტიპები არიან მეგობრებო ვიქტორინა, დაგტვირთავენ თუ არა, თუ გაგვაგდებენ და ეს გააკეთე და მე მოდიო ფესვია. აი ესე ყოა. აი ესე თუ კარგად არ არის წასული. აი ესე ჩემი ბრალე თუ არ არის კაცო ის იმის რა ვიცი რა, ეხა ფაქტურად საქმედრო მივიდეს, ალბათ ისევ ჩემი ბრალეა. სილიო და არც კი მიფიქრია ასეთ რაღაცა. ეხლა წესით მე რო რაღაცა იმით გავატარო, რა ქვია, სილიკონით, უნდა ვიპოვო რაღაცა, მაგრამ ავი შეიძლება დათანხმდნენ. სილი მე ვიფიქრი აქედან გამოდის ხაერი მე არაფერი, თუმე საიდან სად. ესეც სამუშაო პროცესია მეგობრებო. არ ვიცი მე იმდენად იმაში ვარ, სადღაც შორს რომ წავიდე, გავაკეთო და მე მოვიდე ეს ყველაფერი დროსთან არის დაკავშირებული. მაგრამ კი მითხეს დაელოდეო და ნახო, აბა. ან ისეთი ტიპები არის, მაგრამ უხეში აშუაშია ასეთი ისეთი, ნუ დაინახო რომ პატარა ხრელია და ნახოთ. ვიქტორინა თამაშდება, დაგტვირთავენ თუ არ დაგტვირთავენ ამ შემთხვევაში. ასე რომ გავატარო ასე სილიკონი არა მაქვს უნდა გავივიდე ესე არსად ის არ გადის სინათლე შუქი და მაინდა-მაინც ეს 2 წელია რა ავიდე დაბა რადგან დაწყვიტავენ. არ მიგიღებთ. სადიო და ავიცე რა. If I fix it and come back, no? ავა გავარემონტებ მეთქე არო. სხვა უნდა მოვიდესო შენ აღარ მოგცემთ. რა ვიცი. დაურეკავე ხა დისპეჩერს. ნამდვილად არასასიამოვნო მომენტია ეხლა ეს, რა ვიცი, უნდა. რა ვიცი. მე რაღაც რომ მაღაზია ვიპოვო და მე თვითონ გავაკეთო, მაგრამ ამ თვით არ მომცემენ, მაგასო ტეიპი არ უნდაო რაღაცა მაღაზია უნდა ვიპოვო და მე თვითონ გავაკეთო, მაგრამ ჯერ გავიდე ჯერ დისპეჩერს დაურეკე დისპეჩერს და გაუკვირდა და რა ვიცი რა ხრელია ამისთანაო რომ არ ღებულობენო, მაგრამ მაშინო სხვა რაღაცას ვიპოვითო რა. და ეხლა მე გაჩვენებთ რა ხრელია, ჯემოდი გადაუღო ეს სურათი. სიგნალში აი აქედან არის რაღაცა პატარა ხრელი, აი, აგე სინათლეზე და აი მასზე მედავებიან რა. ეს რო შევავსო ეხლა ამას ვერც მიხვდებიან რა. ეხლა არაფერი არ არის სილიკონით რო წაუსვა ამას, გასწორდება, ეხლა მთავარია მე სილიკონი ვიპოვო სადმე. მაგრამ აქ ისეთი ადგილია, ვიპოვი, არ ვიპოვი. და
აი ნახეთ რა არის პატარა იმ სიგნერეში უფრო კარგად ჩანდა და ამაში აი ნახეთ ეს თეთრი ის რო არის აი ეს უკვე ამის გამი დამიბრალეს აი აქეთ ორი ხრელი ეს თეთრად რო არის აქეთ ეს სამი აი ხა ეს რო დავფარო ამას მაგრამ უკვე აქ საქმე იმაში რომ უკვე ამათმა იციან და ამათ უკვე არ მიმიღებენ რა აი აქეთაც აფსუს აი აქეთ მიპო აი ნახე ეს არა აზრი არა სხვა ტვირთი ამიღონ და მე რაღაცნაირად სხვაგან გავასწორ და ყურადღება გინდა ნახე ეს უკვე სტაბილურია და ეთყობა აქ ვიღაცა დარწმუნებული ეს კარგად წასმულა ეს წასმულია და კარგად არის და დროთა განმავლობაში გაიხრიტა რა აი ამხელა ყურადღება გინდა აი სად გამომეპარა და აქედან გამომდინარე დროსაც ყარქავ ფულსაც ყარქავ და ასე შემდეგ ჩვენი ჯორჯ აი ესეთი პატარა რაღაცა პატარა რა უკვე იაღლიშია პარასკევია შეიძლება ტვირთიც ვერ იპოვოს ანუ ხა სად უნდა ვიპოვო ავტომაღაზია აი მას ვკითხავ do you know where is here shop auto shop shop auto shop გავიდან ვერ მიხდა რა და მე ნუ წეპო სადაც იყიდება მეთქა და ამიხსნა იქ წახვალო და სტეიშენიაო და შეიძლება ამათაც კონდეს რაღაცა ესეთ ახლა დავირიე დავლაგდე აქ ახლა რა მომენტია იმაზეც ნერვიულობ საქმეს რო ჩაგივარ და ნერვიულობ ახლა ესეც გასაკეთებელია მე საქმე ასაღებია და მთელი ბუკეტი პრობლემების გაიჩით. ნები არ არის კი გადავლახავთ, მაგრამ უბრალოდ დრომი აქვს ამას ყველაფერი და ეგ არის რა. აი ეგ ის არის. აი ეგ არის რაღაც ზეთის ეკნებათ მაგაცებოს oil corporation. ვიცი. რაშვებით მეგობრებო ამ შემთხვევაში ზუგი ამბავი მოგივიდა ეხლა ამ დროს უნდა დაალაგდე, დამშვიდდე და უნდა გადახარშო ის რომ წაგებაში მიდიხარ, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა დავმოხდე დიპლომატიებიდან ეხლა დისპეჩერს ახლა როგორი საქმეა ეძება და პარასკევი მოდის ის მოდის საჭიროა რომ სიმბოლით მართამაჯარი ეხლა დამირეკა დისპეჩერმა და ჩვენო დავრეკეთო და თუ იმასო შეაკეთებო იმ გლუვი ანუ წერფოთი თუ სულადე მაშინ დავტვირთავდო და შუქი თუ არ იქნებაო რა ეხლა თავრე ვიპოვოთ ეს წერფოთ რა ვერა ქვია და მე ვიცი რა ქვია ეს მოდი მაღაზიაში მივარ გასახელოსნოები კი არის მაგრამ ხარ უნდა მოუცემ რაც მოუცემ მე ვიყიდი აქვია მოდი რო წავუსვა იმათა დავფარო პრობლემა არ იქნება ვერ მატრიანო მქარს
მე ხამე ცოტა დავტრიადები, თან გადაღება და ის არ გამოდის. იქნებ ვიპოვო და მე აგიხსნი და თუ ცოტა დავწყნადები სიტუაციას თუ დავაწყნარებ, მე მოგიყვებით ყველაფერს. და მაგის ეჭვმა სახელოს ნოა. აი მოსიჯავე ხამ მაღაზიებს დემებს შეიძლება გქონდეთ ახლა და ვიყიდო აბა გლუ რაღაცა სხვა ყიდიან ამასაც სანტექნიკები არიან და აი ხო გეუნებით მეგობრებო ძალიან აგრესიულები არიან რო შევედი მეთქი გადავიღებ მეთქი და რატომ მიღებ ახლა ამის კინაღამ ცემა იმ კაც არა მეთქი პროსტა ისე მიდავა და მეთქი წერბო მინდა მეთქი მე არ ამაქვს წადი მაღაზიაში და რატო იღებდიო და მეთქი არ ვიღებდი კაცო მისამას ვეძებდი მეთქი რა გადაღების დრო ძალიან ყურადღებით უნდა ისე კი ამიხსნა იქ მასში რო შეხვალ იქ მაღაზიაა ავტო მაღაზიაში და იქ იქნებოდა რა ვიცი რა გადაღებას გინდა, ისიც გინდა, ესეც გინდა. თან ცოტა უხეში ტიპები რო არიან, უკვე ამათან ხუმრობა არ შეიძლება. აპარატობის, რა ქვია, ხელოვნება უნდა დავამუღამო. გადავიღებ. მოდი ვიპოვოთ ის ჩვენი ამბები და მე მაღაზიაში ვიპოვოთ ყველა მეუბნება მარჯვენა. დოლარ ჯენერალში იქნება ვარიანტი არ არის რაღაცა. მაღაზია მაგათ სამი ის არის გასტეიშენები ზეთონა და მოვირიბე იქ თქონდეთ რაღაცა წერო. და ბანკი წინ დავაჩერებ. დოლარ ჯენერალში შეიძლება გქონდეთ, მაგრამ ვითომ გასტეიშენში შეიძლება გქონდეთ, არ ვიცი, აბა დოლარ ჯენერალში მივიდეთ. აი, აქ წერო, რა ვიცი, ვერ ვიპოვე ხა ხაღალის წეროები, ხაღალის წერო ჩვენ არ გვინდა. მაგარი წერო მითხარი, სად არის მეთქი და მაღაზიის ბოლოში მიდიო, იქ იქნებ გლუვ. გაიგე ხლა. წერო სად არის? უფრო სილიკონის მომენტ აი აბა კითხვა მე სტარაგნების არის აბა უნდა ვიპოვო წერო მაგარი წერო აქ მოვადექი ხა და რომელია აქ კარპეტ მეებს ეს არის საწმენდის საშუალებებია
ჩვენ გვინდა წებო. აი სილიკონის პონჩი. ინგლისური როგორია სილიკონ. მიდი დაიპოვე ახლაში. მე მგონი ვიპოვე. გაიგე რომელია look light power grab all purpose. ეს ჯობია თუ Excuse me, is a glove? It's a glove. Huh? It's a glove. ვიღაცა ამერიკელი იყო და ეს მიჩია, ესო მაგარიაო და ამით წაუსევიო და ნახოთ რა. გავიღეთ ახლა წებო და მთავარია გავაკეთოთ. ახლა მთავარი ისეთ ადგილას გავჩედეთ, რომ არ დამადგეს და პოლიცია მაგრამ ხალხი ჯანდაბას, მაგრამ აი ეს ახლა იქ მაღლა როგორ უნდა ავიდე, კიბე მე არა მაქვს. რო წაუსვა. როგორ გინდა ახლა იქ ავიდე? მაშინ მე ხელოსანთან უნდა მივიდე სადმე იქ ოირთან და მაგიტო მოთხოვო ალბათ სავარაუდოდ. ეხლა მე რო ტრაილერზე ავიდე მაღლა. იქ სიმაღლეზე ხო უნდა ავიდე, ესე კი დასადგმელი უნდა ვიპოვო. მოდი წავართ იქ იმ სახელოსნოთან მივართ, სადაც ზეც ცვლია. იგე მაგიდა გამოვართ რა. მაგიდა თუ სკამი. ბალახზე გადავიარე და ახლა მთავარია საფილი ვიპოვო, რომ დასადგმელი თუ მაღალია ისედაც. მგონია ახლა რაღაც კანზე უარი მითხრა. მაყურებლებო, ვისაც ექშენი მოგწენთ ასეთი რეალური ექშენი ხო არის ეს გადაღებები. თან არ ვიცი ახლა ეს წებო კარგია, არ არის კარგი, კი მითხე მან კარგია, მაგრამ ეს ეხლა წაუსმევდა იმ სინათლეს მოусმოვდა. რა ვიცი. მთავარი გავიდეთ ახლა მათამდე. Turn left on 1st Street Northeast. Arriving at 13th Street Northeast on the left. აი ბოლოს იმათ კიბი არ ეკდა და ამას წითელი მას დავდგავდა. სიმაღლეზე ავალა ალბათ. მივიდე და ავიღო ისე პირდაპირ. ისეთ ადგილას გავაჩირო ამათან. საჭირო არ დამოუკიდე. ამაჯარი მას. აი იმას დაუნახე ხე კიბე და კი მომხმა კი მომცემს მას სად დავაჩირო და სულ პირდაპირ ეს რომ მივიდე. აი კიბე არის ეგრე კიბე უგენია. კიბე და გამოვარს მოდი parking here to corner. ვიცი ხა ვიდეოთი არ შევა რომ არ დამიწყო ჩხუბი და ნახო თუ მომცა ხო გამოჩდება. ავარიული ჩავთო რომ აი პოლიცია თუ მოვიდა რა ვიცი რაღაც იზმენებში ვარ სულ რა. აი ხა შევართხოვ იმ კიბეს რა თუ მათხოვა. ვიდეო არ დაინახოს. კიბე მომცა უარი არ მითხრა, პატარა მუშა იყო და არა რა პრობლემაო დააყენეოდა. აბა ხა შევაერთოთ ხა ეს შევაერთოთ მე გავაკეთოთ. ოკეი, რა კაი კიბია. ეხლა ავარ და ამ ხელებს გავხრიტა, მაგრამ თავი ხელს გავხრიტო და ანამართა ამას. ესე მივარ და ამას დავამაგრებ.
იმედია, კაი წებო იქნება. კაი რაღაცა ჩანს. თეთრია და ეხლა გავაკეთებ ამას. ხელზე დავიდე. კი, უცბად. აქია. მაგდება და კარგია რა წესით და რიგით უნდა გახოჭოს. ეხლა დავფარავ ამას ყველაფერს. იმედია. რა ვიცი, ნახოთ. ხელმარჯვე სტატივი იქნება. აი თელი ისინი ამოქოლე აქედან ხრელი არსად არის სინათლე არსად აირაშება აქედან ხრიდანაც აუ შეიძლება დაგვაქვს ყველაფერი ამოქოლე სინათლე არ უნდა იყოს და ავიდეთ ახლა ჩავაბაროთ კიბე და სადოთ დაგვტვირთავენ თუ არ დაგვტვირთავენ ვიქტორინა ძალაშია ოფრიკი მომივიდა მივცე ამ კაცებს თავისი კიბე მიუტანო და მერე წავიდეთ იქ. არა, დაუტოვებ ამ თავის კიბეს და ეგ არის. აი ამასაც ვაჩვენებ რა, ახლა 2 ის დავაცალე. წესი და რიგით უნდა დავამტვირთო, რა ვიცი ამათი. ერთი მძღოლი მოვიდა. ტრაილერი მძღოლი ხარო მეთქი ხო მეთქი რა. ო, ამდენ წელია მუშაობ, მეთქი 10-დან. მე 15 ვიმუშავე და თავი დავანებო ჩემთვის ვარ. უბა ნახა რო წვალოდი და კაი, ახლა ჩვენ მაგისთვის არ გვცალია, ახლა წავიდეთ, მივიდეთ იქა და აბა რა სიზავენ ახლა. დაგვტვირთავენ თუ არა. იქ ახლოს მივარ. კაცო არ დაგაჯარიმონო აქ რო დადგეო და იქ შევიყვან და ეტყვი აბა დავტვირთავენ თუ აბა შეამოწმებენ. წესი და რიგით არ უნდა იყოს ხელი და რა ვიცი ამათი. იდე დავატირე მაგრამ თავის აქას აკეთებ. ახლა ვფიქრობ ის რო არის ტურბიკი ვაჩვენო თუ არ ვაჩვენო. მოდი არ ვაჩვენებ, შეიძლება არ მოეწონოს და თავიდან ვიფიქრე მეთქი ვაჩვენებ ამას მეთქი რომ ამდენი გავაკეთე მეთქი, მაგრამ შეიძლება შეხედოს და ყავს რომ არ ვარგაო და რა ვიცი რა თავი დავიზღიოთ რა მე მაინც შევინახავ ვაჩვენებ არ მითხრას რომ ეს არ ვარგაო უფრო მაგარი უნდა იყოს დავაყენეთ და წავიდეთ აბა ნახოთ რა იქნება თქვენ როგორ გიგზნოთ გული წესი და რიგით უნდა ძალიან შარიანები თუ არ არის, მაგრამ ცოტა უხეში ტიპები არიან და აქედან გამომდინარე, ნახოთ რაც არის ეგ არის, თქვენ გავაკეთეთ ყველაფერი არ შეგვეძლო. პირდაპირ დავაყენე, არც ავკითხე. იმ სინათლეში აბა შევარ, ნახავთ, იმ სიბნელეში ჭუჭუტანები ჩანდა და სუნი არის და ვაიმე დაკეტილია შესვენებაზე არის, ვერ ვაკეთებ. აბა იქიდან წავიდეთ. მანქანა მოვიდა ეს შეკვეთა ხო არ მოვიდა ჩემ შეკვეთავი ეხლა მე რო გამიშვეს ალბათ აქ ახლოს იყო ესა და ეს მოვიდა უცბად არ ვიცი ნახოთ კარგია რომ არ ვიცი ეხლა ამან თუ არ გაიგიჟა თავი და არაო შენ აღარ მჭირდებიო გაიძაბა სიტუაცია ექშენ არ არის ალბათ შესვენებავი თუ და ის ტიპი არ არის აბორჯნული და სმენა ხო არ შეცვალეს. ანჩის ტაიმიაო და ახლა მოვლენო, აბა მოვაიხლა ეს არ არის. ჩვენ აბორჯნული ტიპი გვინდა. ინოში ამოწმებენ. You say I put all of them this side and this side and no horse. არ ჩანს რა ამოწმებენ აბერაგო I made it for Hatton by accident from here. He came backing over the holes. Is that going to be okay? Daylight, but I can't see it doesn't dry up. You know, it's a moving trailer going down the road all the way to California. That's my concern. He said he would patch them. I said no daylight. They never agreed to using glue.
გადაუწყვეტიათ რა უნდა გააკეთონ, გამიშვათ თუ არ გამიშვათ. ეხლა კონკურენტი ყავს გვერდზე და იმაზე ის არის მოსული და ფიქრობენ ეხლა. ესე იგი უარი გითხრეს მეგობრებო, ეხლა რა მოხდა? უფროს უნდა გაშვება მეორე და მე ბროკეს თუ ვიღაცას დაურეკეს. თან აი კონკურენტი მანქანა ყავს მოსული, რომელიც მოსულია და კავშე უარი მითხრეს. ერთ სიტყვით წებო არ ყოფნისო მაგასო წებო უნდა ყო სერიოზულად თლიანად უნდა გამოცვალო რომ მოვიდა ფაქტობრივად ახალი ტრეილერი აქვს ეხლა მე გამაყენებენ და ეს დააყენებენ და ფაქტობრივად ეს აარჩიეს რა ეხლა გავწიო და კიდევ უფრო კარგად გეტყვით რა მოხდა აი ეს არის ამას მისცეს ჩემი ტვირთი უბრალოდ ეხლა მე რო არ ვიყავ ეხლა ცოტა ადრე რომ მოსულიყავი მომცემდნენ, მაგრამ ეხლა ეს რომ მოვიდა, ეხლა ეთყობა ახლო იყო და ტვირთი წამართვა ფაქტიურად. ჯორჯ, არ გაგვიმართა. ეგე ჩვენი ტვირთი წაიღო იმან. არა და არაფერი პრობლემა არ არის. უკვე რა მომიხიეს, რომ ეთყობა იმას უარი ვერ უთხრეს და მითხრეს, რომ აი ესო თლიანად უნდა გამოცვალო. არა და ერთი ხვრელი ყო, ეხლა თლიანად ამის გამოცვლას არა მთელი დღე უნდა და ასია თუ ისია, არ გაგვიმართა. ეხლა მე დავრეკავ დისპეჩერს, ჩვენი ტვირთი კი წაიღო ამან. ამ პარასკევი ეხლა რა ტვირთი უნდა იყოს, შემა დისპეჩერი. აი ხა შეიძლება დავწყნადები და მე მოგიყვებით ყველაფერს რა მოხდა. ასე თუ ისე დავწყნადეთ მეგობრებო და გეტყვით რა მოხდა. რა ვიცი, ამას თუ დაწყნადება ქვია. ეგ არის რა, რო ვიძახი ხოლმე კაპიტალისტური სამყარო და ისა და ხალხს რო გონია რომ კაპიტალიზმი და ეს იდეალური წყობაა და მთელი ამბები რატომაც არ ჯერა. ერთ სიტყვით ნახეთ ხო მეგობრებო, ესე იგი ავიღე პიკაპი მომცეს ტვირთის, მოვედი ამ რა ქვია ასეთი დაღლიბის საჭმელს აკეთებენ და რო შეამოწმეს ის ტრეილერის შიდა მხარე ორი ასე ვთქვათ 2 თუ 3 ხვრელი ნახეს. ნუ არიღებდნენ და მე წავედით ხო გაჩვენებთ ახლა ცოტა ცუდად ვიღებდი, წავედი სილიკონის წერტი ვიყიდე, ესე გავატარე, გამოვატარე, ყველაფერი გავასწორე და მივედი ისე უკან. მაგრამ ამ დროს რა მოხდა? მოვიდა სხვა მანქანა, მე ხო 1-2 საათი ხო მოვუდი ამის გაკეთებას იმას და მოვიდა იგივე შეკვეთა და სხვა მანქანა და თქვენც ნახეთ რომ ვიღებდი სურათს, იქ ის ბიჭი ფიქრობდა არაო ესო წავა არ წავა, ამ დროს უფროსი იყო, რა პრობლემაო, კაცო, გაკეთებულიაო ისაო და წყალი არ ჩავაო და დატვირთოდო, მაგრამ ის ბიჭი, ვინც აი წვერებიანი ბანჯგვლიანი რო იყო, ის ვიღაცას ურეკავდა ის ეუნება და არა რაღაცა და ნუ ერთ სიტყვით საათ ნახევარი ფიქრობდი რა გაეკეთებ. მაშინ მეც ახლა ჩემებურად უკვე ღელავ, იმიტომ რომ დრო დაკარგულია, თვითი არ არის, პარასკევია იქით-აქით. მაგრამ ამ დროს საერთოდ ხო უხეში ტიპები იყვნენ და საერთოდ ზოგადად დაძაბული სიტუაცია რო არის ხოლმე. ეხლა ცოტა უხეშად გელაპარაკებიან, შენ ასე წყნარად უნდა არ უნდა შეეპასო არისა და ამან გაჭრა და ყველანაირად ცდილობდა ის ბიჭი რომ რაღაცნაირად იქნებ დავეტვირთე. მაგრამ თან ფიქრა, ეხლა მე რო ცოტა ზედმეტი მელაპარაკა, უფრო ხმა ამეღია, ამეწია და ამეწყო ლაპარაკი, გაბრაზებოდა ვაფშე გამაგდებდა, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ რაღაცნაირად ეს რბილი და ის მომენტი ჩვენ სასარგებლოდ გახდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ მაინც ვიღაცამ დარეკა იმან ის უთხრა, ეს უთხრა და აუჩე ვერ ვიღებთო ის ხრელი კი არა, მთლიანად თელი ის უნდა გამოიცვალოსო ზემოთა ეს ანუ ეს ახლა ტყუილი რა თელი ის უნდა გამოიცვალოს, არაფერი პრობლემა მან არ იყო, მაგრამ ფაქტია რომ იმანაც პროვოცირება მისცა ის მანქანა რო იყო მეორე მოსული და იცი რაღაც ვიღაც იქ რაღაცა შესულში და გავწია. ნუ ერთ სიტყვით აუჩი არ გამოვიდა ის რაც ჩვენ ჩავიფიქრეთ, მაგრამ რო ამერია სიტუაციაში მინუსებში რო წავალ ამ კვირას ეს უკვე ფაქტია. იქ საავადმყოფოში ვიყავი იმაზე. აი ბოდიში რაღაცა აკარები შლაგბაუმია და ხელი არ შეუშალო ერთი წინ იქი და მოდენე გავჩენდი იმედი აქედან არ გამაგდებენ. ერთი სიტყვით მეგობრებო, აი ერთმანეთს დაემთხვა. ყველაფერი ერთი სიტყვით ფინანსურ ხათაბალაში ჩავერთეთ რა. ჩავერთეთ კი არა, აბლაბუდაში ჩავერთეთ. ეს უკვე ფაქტობრივად მინუსებში გადავართ, მაგრამ ეს უკვე სხვა თემა. ერთი სიტყვით მეგობრებო, აი გაჩვენეთ რა ხდება, როგორ ხდება და მე
არავის არ ვაფასებ და შეფასებას არ ვაძლევ, მე ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რაც არის. დანარჩენი იყო ყველას აქვს თავისი უფლება თვითონ განსაზღვროს რა არის ეს, როგორ ხდება, რატომ არის ესე, როგორ მოიქცეთ და ასე შემდეგ. მაგრამ თავარია мотивация არ დავკარგოთ, სიცოცხლის უნარი არ დავკარგოთ და ხდება ასე ყველაფერი. ვისი ბრალია, რატომ არის, როგორ არის, ეს ყველაფერი ბევრი მიზეზებია, მაგრამ მე უბრალოდ წეღანაც რო ვთქვი, იმას გაჩვენეთ, რაც არის. კარგი, დავრეკე ამ ჩემ დისპეჩერთან, ეხლა დისპეჩერმა უნდა იპოვოს ახალი ტვიტი რამენაირად, მაგრამ თავისებური პრობლემა, იმიტომ რომ პარასკევია, უყედა ამ ტვიტს იპოვის ან არა, რაღაც ნორდ-დაკოტის რაღაც სოფელში ვარ, მიყურებულ სოფელში, თუ ვერ იპოვა, ჩათვალეთ, რომ ორშაბათამდეც ვერ იპოვის. მაგრამ რას ვიზათ? ჩვენი ჯვარი, ჩვენი რაც გვეკუთვნის, ის უნდა გადავიტანოთ დღისეულად, წესიერად და თავარია ემოციას არ ავყვეთ და არ ავარდეთ. და იმედია რაღაცა კაი რაღაცას იპოვის დისპეჩერი და გამოვალთ ამ ფინანსური პრობლემებიდან. კარგით აბა მეგობრებო, დაგემშვიდობებით, იმედია კი რა, შემდეგ საინტერესო და უფრო დადებით დამუხტულ ვიდეოში შევხვდებით ერთმანეთს. კარგად.